ერთი შეხედვით ეს ამბავი თანამედროვე სამყაროს სრულიად უცხოდ შეიძლება მოეჩვენოს, თუმცა რეალობა შორს არის წარმოსახვისგან. ეს არის ამბავი, რომელიც გვიჩვენებს, როგორ შეიძლება სიყვარულის სიმბოლო, ქორწინება, ბორკილებად იქცეს. იძულებითი ქორწინება ერთი შეხედვით უცნაური მოვლენაა, რომელიც ინდოეთის ზოგიერთ რეგიონში მამაკაცების ნამდვილ ტრაგედიად მოიაზრება. ყოველწლიურად ასობით ახალგაზრდა უკვალოდ ქრება და 2-3 კვირის შემდეგ უკან უკვე ცოლთან ერთად ბრუნდება, რომელზეც გატაცებული მომავალი ქმარი იძულებით დაქორწინდა. სანამ ამის თხრობას განვაგრძობ, ძალიან გთხოვთ მოიწონოთ ვიდეო. მოგეხსენებათ ამხელა აუდიტორიის მქონე არხი სამწუხაროდ კრიზისს განიცდის და ვიდეოები მაყურებლამდე ფაქტიურად აღარ მიდის. ლაიქის დასმა ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ ვიდეო გავრცელდეს და რეკომენდაციის სახით სხვადასხვა მაყურებლამდე მივიდეს. იმედია თქვენგან ამ მარტივი მოქმედების საფუძველზე მომეცემა мотивация, რომ ძველებურად გავაკეთო კარგი ვიდეოები. ასე რომ დაალაიქეთ. მადლობა წინასწარ. ვაგრძელებთ თხრობას. მოკლედ, ეს უცნაური ტრადიცია გავრცელებულია ინდოეთის აღმოსავლეთით მდებარე ბიჰარის შტატსა და მეზობელ უტარ-პრადეშის რეგიონში, რომლებიც სიღარიბის მაღალი დონით გამოირჩევიან. სიძეების გატაცების დამკვეთები, როგორც წესი, პატარძლის მშობლები არიან. ამ დანაშაულში მხილებულები საკუთარ ქმედებებს ეკონომიკური არგუმენტებით ხსნიან. რეალურად კი ეს მათი სიხარბით აიხსნება. ბიჰარში გაჭირვებულ ოჯახებს ურჩევნიათ ბანდიტებს ფული გადაუხადონ, ვიდრე ქალიშვილისთვის საქმრო ეძებონ და მას და მის ოჯახს დიდი მზითვი გადაუხადონ, რომლის ღირებულებაც ყოველწლიურად იზრდება. ინდოეთში საქორწინო გადაცემებს აკადვაშადი ან ჯაბარიაშადი ეწოდება, რაც ჰინდიდან გატაცებით ქორწინებას ნიშნავს. იმ პატარძლების ოჯახები, რომლებიც მზითხვის გადახდას ვერ ახერხებენ, გამტაცებლებს სიძის მოტაცებაში ფულს უხდიან. ზოგჯერ ოჯახები ამას საკუთარი ძალებითაც ახერხებენ და პოტენციური სიძეების მოსატაცებლად ნათესავებს აგზავნიან. გატაცების მთავარი მიზეზი სწორედ მზითხვის იზღირებულებაა, რომელიც პატარძლის ოჯახს მოეთხოვება. მაგალითად, მაღალი კასტის ექიმის ან ინჟინრის ოჯახში მზითვი ბიჰარში 300-400 რუპიას, ანუ $5-7,000 შეადგენს. დაბალ კასტებში მზითვი გაცილებით ნაკლებია, დაახლოებით 100,000 რუპია. მაგრამ ინდოელების უმრავლესობისთვის ესეც უზარმაზარი თანხაა, რომლის შეგროვებასაც მთელი ცხოვრება უნდებიან. სწორედ ამიტომ ბევრი თანხმდება ბანდიტების წინადადებას, გადაჭრან პრობლემა მცირე ანაზღაურებით, რომელიც მზითვზე ბევრად ნაკლებია. დამეთანხმებით, მსგავსი გარიგება უფრო მარტივად ჭრის ამ პრობლემას. ალბათ გაინტერესებთ, როგორ დაიწყო ეს ტრადიცია. გარემოებებმა ერთ-ერთი ფერმერი აიძულა, კაცრი ზომები მიეღო. მას 7 ქალიშვილი ყავდა და თითოეულისთვის მზითხვის შეგროვება გასაკვირველია წარმოუდგენელი იყო. ამიტომ მან დაიწყო ახალგაზრდა კაცების გატაცება და მის ქალიშვილებზე მათი იძულებით ქორწინება. ასე მოახერხა ყველა ქალიშვილის გათხოვება. მის ამ მეთოდს კი სხვა ღარიბმა ოჯახებმაც მიმართეს. 1961 წელს მიიღეს კანონი, რომელიც ქორწინებისთვის საფასურის გადახდას კრძალავდა და რომელიც წესით უსამართლობის აღსაკვეთად რეალური კანონი უნდა გამხდარიყო. თუმცა ამის მიუხედავად სიძეების გადაცემა არ შეწყვეტილა, რადგან ქორწინებისას მზითხვის ქონა მაინც გათვალისწინებულია. მზითვი არის ღირებული ნივთების და ქონების ნაწილი, რომელიც გოგონას გათხოვებისას ეკუთვნის. ის მისი საკუთრება და მომავლის გარანტია ხდება, განსაკუთრებით ქვრივობის შემთხვევაში. თუმცა მისი განკარგვა ქმრის ოჯახსაც შეუძლია. თავდაპირველად კარგი განზრახვა სერიოზულ პრობლემად იქცა, რადგან ყველა ოჯახს არ ჰქონდა საკმარისი სახსრები მზითვისთვის. პატარძალს, რომელსაც მზითვი არ მოაქვს, ქმრის ოჯახში პატივს არ სცემენ. მასზე შესაძლოა ფიზიკურადაც იძალოდონ ცეცხლის წაკიდების ჩათვლით. ინდოეთში მხოლოდ 1998-99 წლებში ამის გამო 1000-ობით სიკვდილი დაფიქსირდა, რომელთა უმეტესობა ბიჰარსა და უტარ-პრადეშში მოხდა. მასობრივი პროტესტების შემდეგ მიიღეს კანონი, რომლის თანახმად გათხოვებიდან 7 წლის განმავლობაში ქალის ნებისმიერი გარდაცვალება არაბუნებრივად განიხილება და ქმარს და მის ნათესავებს მკვლელობის ბრალდება ედებათ. ინდოეთში ქორწილების სეზონი მაის-ივნისსა და დეკემბერ-იანვარშია. ეს პერიოდი ბიჰარელი ახალგაზრდებისთვის ნამდვილი გამოცდაა. ეს საშიში დროა, როდესაც ისინი ნებისმიერ წუთს შეიძლება გატაცების მსხვერპლი გახდნენ და იძულებით სიძეებად იქცნენ. სამიზნეები უზრუნველყოფილი ოჯახების, განათლებისა და პროფესიის მქონე ბიჭები არიან. მაგალითად, ინჟინრები, მასწავლებლები, ექიმები და ასე შემდეგ.
პატარძლების მშობლები თვლიან, რომ ასეთი ქმრები მათი ქალიშვილების კარგ მომავალს უზრუნველყოფენ. ამასთან არ აინტერესებთ თავად ახალგაზრდების აზრი. მშობლები წინასწარ ირჩევენ მსხვერპლს, აგროვებენ ინფორმაციას, აკვირდებიან მას და შემდეგ 5-6 ადამიანს ქირავენ გასატაცებლად. შემსრულებლების პოვნა ადვილია, მსგავსი მომსახურების შესახებ განცხადებებს გაზეთებშიც კი შეხვდებით. პატარძლების ნათესავები ამ მეთოდს იმიტომ მიმართავენ, რომ მათთვის უფრო მომგებიანია გამტაცებლისთვის გადახდა, ვიდრე მზისთვის გადახდა. მაგალითად, 2009 წელს სიძის გატაცების 1337 შემთხვევა დაფიქსირდა. 10 წლის შემდეგ კი 2600. ბიჰარის ზოგიერთ ღარიბ სოფელში ქორწინებების თითქმის 90% გატაცების შედეგად ხდება და ეს მხოლოდ ის შემთხვევებია, რომლებიც გულახდილად აღიარეს. როგორც წესი, მამაკაცებს ერცხვინებათ იმის აღიარება, რომ ისინი იძულებით დაქორწინდნენ. სიძის გატაცება დანაშაულებრივ სამყაროში დამუშავებული სცენარია. სიძე შეიძლება ქუჩაში, მაღაზიაში, სამსახურში და ნათესავების სახლიდანაც კი გაიტაცონ. ამის დასტურია დაჰარმენდრა კუმარის ისტორია. ის 16 წლის ასაკში მოიტაცეს, მაშინ როცა ნათესავებთან ერთად გამოსაშვებ საღამოს აღნიშნავდა. მას მხოლოდ ის ახსოვს, რომ ერთი ჭიქა ღვინის შემდეგ თვალებში დაუბრუნდა. შემდეგ კი მანქანისკენ მიყავდათ. გონს ერთ ოთახში მოვიდა გოგონასთან ერთად, რომელთანაც რამდენიმე დღე აცხოვრეს და შემდეგ დააქორწინეს. კუმარი ამ გოგონასთან დარჩა საცხოვრებლად. მან აღიარა, რომ მას გაუმართლა, რადგან მისი ცოლი ახალგაზრდა და ლამაზია და მისი შორეული ნათესავიცაა. როგორც ჩანს, სწორედ ამ მიზეზით დაეხმარნენ ნათესავები მის გატაცებაში. ყველა გატაცებულ სიძეს არ უმართლებს. ხშირად მათ საშინელ პირობებში აჩერებენ. თუ კი სიძე წინააღმდეგობას უწევს, მას სცემენ და შიმშილით აწამებენ. ეს გრძელდება მანამ, სანამ არ გატყდება. მისი თანხმობა ეჭქვეშ დგება, ამიტომ ქორწინების ცერემონიის დროს მის გვერდით პატარძლის ნათესავები დგანან, რომლებსაც შეუძლიათ ბასრი ჯოხი გვერდში ჩასცენ, თუ კი ქორწინებაზე უარს იტყვის, ან მოწყენილი იქნება. ქორწილი დღესასწაულია, მაგრამ ასეთ ქორწილებში სტუმრებსაც კი აქვთ იარაღი იმ შემთხვევისთვის, თუ სიძე გაქცევას გადაწყვეტს. სხვა მეთოდებსაც იყენებენ, მაგალითად, სიძეებს წელზე თოკებით აბამენ, ან ფეხებზე ჯაჭვებით ამაგრებენ, რომლებიც ტაძრის კედელში ჩაშენებულ რგოლზეა მიმაგრებული. ხშირად სიკვდილით ემუქრებიან, ამიტომ სიძეებს სხვა გზა არ რჩებათ გარდა თანხმობისა. გაქცევის შემთხვევაში მას იპოვნიან და მოკლავენ, რადგან მიტოვებული ცოლი მისი ოჯახისთვის სირცხვილად ითვლება. ადგილობრივი პოლიციაც ცდილობს წესრიგის დამყარებას, მაგრამ შეუძლებელია ებრძოლო იმას, რასაც მოსახლეობის დიდი ნაწილი უგულებელყოფს. მადაპურის რაიონის პოლიციის უფროსი ამბობს, რომ სიტუაციის მთელი ტრაგიკულობის მიუხედავად არის შემთხვევები, რომლებიც სიცილს იწვევს, თუმცა რა თქმა უნდა სევდიანს. ზოგჯერ დამნაშავეებს ერევათ, რომელი ბიჭი უნდა მოიტაცონ და არასწორ ადამიანს იტაცებენ, მაგრამ ამას უკვე არავინ აქცევს ყურადღებას. ფული გადახთილია, სიძე მოყვანილია და ქალიშვილსაც მასზე ათხოვებენ, ვინც ხელში ჩაუვარდებათ, რადგან დამნაშავეებისთვის ხელახალი თანხის გადახდის საშუალება არ აქვთ. პრობლემა მხოლოდ მზითევსა და ტრადიციებში არ არის, არამედ დემოგრაფიულ დისბალანსშიც, რის გამოც ნაკლები გოგონა იბადება. მშობლების ზრდასრულ ვაჟებს ქალაქებში აგზავნიან სამუშაო საპონელად. ამის შემდეგ ოჯახებში რჩებიან ქალიშვილები, რომლებსაც გათხოვება სჭირდებათ. ინდოეთში ვაჟის ყოლას ანიჭებენ უპირატესობას, რომელიც მეურნეობის მართვას იკისრებს. ამიტომ, როდესაც იგებენ, რომ ქალიშვილი ეყოლებათ, ქალები ხშირად აჩერებენ ორსულობას. ოჯახი, სადაც მხოლოდ გოგონები იბადებიან, შესაძლოა გაღარიბდეს. სწორედ ასეთმა ოჯახებმა შეიძლება მიმართონ სიძის გატაცებას, რათა არ გადაიხადონ მზითვი და არ გასცენ თავიანთი ქონების ნაწილი. ახალგაზრდები უკმაყოფილონი არიან შექმნილი სიტუაციით და ცდილობენ დაცვა დაიქირავონ ან ჯგუფებად დადიან. საქორწინო სეზონზე კი ქუჩაში უმიზეზოდ არც გადიან. ზოგიერთი სიძე სხვა ქალაქებში გადადის, სადაც ასეთი ტრადიცია არ არსებობს. იძულებითი ქორწინების თავიდან აცილება ეგრეთ წოდებული ანტიდოტით შეიძლება. დაქორწინდით მანამდე, სანამ თქვენში პოტენციურ სიძეს დაინახავენ. ამიტომ 15-16 წლის ასაკში ბიჭები უკვე ქორწინდებიან. თუმცა ეს ჯობს უცნობ გოგონაზე იძულებით დაქორწინებას, რომელიც შეიძლება ბევრად უარესი აღმოჩნდეს. სიძეების გატაცების ტრადიცია 40-50 წელი არსებობს და ამ ხნის განმავლობაში ამ მიზეზით არც ერთი განქორწინება არ ყოფილა. სიძის ნათესავების მიერ შეტანილი საჩივრები გროვდება და მტვრიანდება. მიზეზი ის არის, რომ ინდოეთის მთავრობა ბევრ რამეზე თვალს ხუჭავს. ხოლო ღარიბ შტატებში დიდარი ფერმერები და შეძლებული ოჯახები მართავენ ყველაფერს.
თითოეულ მათგანს ყავს შეიარაღებული დაცვა, რომელიც მცირე არმიას გავს. ამიტომ ისინი თავიანთ კანონებს აწესებენ. მათ შვილებს რომ ვინმე შეურაცხყოფა მიაყენოს იშვიათია, სხვები კი არა დაგვრით. მიუხედავად 21-ე საუკუნის პროგრესისა და კანონების არსებობისა, ინდოეთის ამ ნაწილში იძულებითი ქორწინება კვლავ რეალური პრობლემაა. ეს არის ტრაგედია, რომლის მსხვერპლიც როგორც მამაკაცები, ასევე ქალებიც ხდებიან. ეს ისტორია შეხსენებაა იმისა, რომ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა გლობალური გამოწვევაა, რომელიც დღესაც აქტუალურია. როგორც გთხოვეთ, დაალაიქეთ ვიდეო, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია არხისთვის. მოწონების ნიშნის დასმა მნიშვნელოვანი აქტივობაა, რომლის მეშვეობითაც YouTube-ის ალგორითმი რეკომენდაციებს გასცემს სხვა მომხმარებლებსა და ამგვარად იზრდება ნახვები. მოგეხსენებათ ქართველი იუთუბერების უმრავლესობა ნახვების შედეგად მიღებული მიზერული ანაზღაურებით ვარსებობთ. თუ ეს შემოსავალი არ გვექნება, რთული იქნება ენთუზიაზმზე მუშაობა. ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ ვიდეოს მოწონებას ან დაწუნებას, ასევე კომენტარის დატოვებას, თუნდაც კრიტიკის მქონე კომენტარს. თუ ნამდვილად ხართ ჩემი გულშემატკივარი და მოგწონთ ჩემი კონტენტი, ნუ დაიზარეთ ამ მარტივ მოქმედებებს. მალე დაგიბრუნდებით ახალი და საინტერესო ვიდეოებით. ნახვამდის.